ჩვენთან სტუდიაში არის ახლა ქალბატონი ნუკი მიქაბერიძე, რომელიც გახლავთ ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი და დაწვრილებით გვეტყვის ახლა იმ მედიკამენტებზე, რომელზეც არის ბუმი და არის ასევე ტრენდული. გვინდა რომ ძალიან კარგად აგვიხსნას, რა დროს უნდა მივიღოთ კვებითი დანამატი. გამარჯობა ქალბატონო ნუკი, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. პირდაპირ მინდა პირველივე კითხვით მოგმართოთ, რა არის კვებითი დანამატი? ოღონდ მინდა რომ მაყურებლისთვის იყოს ძალიან გასაგები ეს, რა არის კვებითი დანამატი? კვებითი დანამატი არის საკვები ნივთიერებების კონცენტრირებული წყარო. რა შეიძლება იყოს ეს? შეიძლება იყოს ვიტამინების, მინერალების კომპლექსი, ან ცალკეული ვიტამინი და მინერალი ცალკე კაფსულაში აღებული, ხო? შეიძლება იყოს ცილოვანი დანამატი, ასევე ცალკე ამინომჟავური, ან ცილა რომ წარმოვიდგინოთ არის ამინომჟავების ერთობლიობა და შესაძლებელია ცალკე ამინომჟავური დანამატი ჰქონდეს მაგალითად რომელიმე კომპანიას წარმოქმნილი, ხო? ასევე არსებობს მიკროორგანიზმების მაგალითად პრობიოტიკების დანამატი. და გარდა ამისა, გარკვეული სპორტული დანამატები, კრეატინი, ელ-კარნიტინი, ეგრეთ წოდებული ცხიმწვალები, რომლებიც არის ქილებით რო ყიდულობენ, დიახ, ამაზეა. ხილი და ასე შემდეგ. აი, რა დროს უნდა მივიღოთ კვებითი დანამატი? საკმაოდ ესეთ ობიექტურ მდგომარეობებში, მაგალითად, თუ გვაქვს ობიექტურად დადგენილი გარკვეული ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი. როცა უკვე ეს დანამატები იქცევა ხოლმე ეგრეთ წოდებულ სამკურნალო საშუალებად, მაგალითად D ვიტამინის, რკინის, B-ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, ამ დროს შევსება მნიშვნელოვანია და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ დანამატი გვჭირდება და გვაქვს დეფიციტი, რას ვაკეთებთ ამისთვის? აუცილებლად მიმართავთ ექიმს და შესაბამის კვლევებს ვიტარებთ ლაბორატორიაში. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე არასწორად თვით ჩატარება, ასე ვთქვათ, თვით გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად აი ძალიან ხშირი შეცდომა, როცა რკინას იმოწმებენ ხოლმე სისხლში, ნაცვლად მისი სამარაგო ფორმის ფერიტინისა და ეს აბსოლუტურად არ არის ინფორმატიული. ამიტომ სჯობს ყოველთვის პროფესიონალს ან რეკომენდაციას უწევენ, თქვათ, აი მე მივიღე ეს, თქვენს დაგეხმარებათ, მე ხშირად მინახავს, ეს მართლა პრობლემაა და მინდა გავაჟღერო, რომ თქვათ, აი მუჭით, თქვათ, ადამიანს აქვს, თქვათ, 5 თავი მედიკამენტი და ეს ერთად, თქვათ, 5 წუთის ინტერვალით ესე სვამს, იღებს ჩვეულებრივ და აი მაინტერესებს ეს რამდენად გამართლებულია, თქვათ, 5 მედიკამენტი რო ერთად მიიღო, არის თუ არა ამის საჭიროება, რომ თქვათ, ერთად გჭირდებოდეს 5 კვებითი დანამატი. მნიშვნელოვანი დეფიციტები თუ არის მაგალითად ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ თუ არ იყო მიღებული შესაბამისი ვიტამინები და რაღაც დროის შემდეგ აღმოჩნდა დეფიციტები, მართლა შეიძლება 5 დანამატი დასჭირდეს ადამიანს, მაგრამ სხვა შემთხვევებში ნაკლებად ხშირია ხოლმე ამდენი დანამატის საჭიროება, თუმცა ინდივიდუალურია. ისაც რომ დავფიქრდეთ, თუ ობიექტური მიზეზი არ არის, დიდი ოდენობით დანამატების მიღება შესაძლოა მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი იყოს ღვიძლის, თირკმლის და სხვა ორგანოების ფუნქციონირებისთვის, იმიტომ რომ სწორედ ეს ორგანოები გადაამუშავებენ ამ დანამატებს. მიუხედავად იმისა, რომ დანამატები არ ითვლებიან მედიკამენტებად, ზუსტად ისევე ხდება მათი მეტაბოლიზმი, ანუ გადამუშავება ორგანიზმში, როგორც სხვა მედიკამენტების, ასე რომ რისკები ამ კუთხით არსებობს. აი პირობითად გადავწყვიტე რომ მივიღო თვითნებურად კვებითი დანამატი და მივიღე. აი რა გართულება შეიძლება მოყვეს, თუ კი მივიღებ რამოდენიმეს ერთად და დიდი ხნის მანძილზე. მნიშვნელოვანია ამ დანამატებს შორის ურთიერთქმედება. დიახ, აი მაგალითად რკინის და კალციუმის დანამატები რომ ავიღოთ, აუცილებელია მინიმუმ 4 საათიანი შუალედის დაცვა მათ შორის, იმიტომ რომ ფაქტობრივად კონკურენციას უწევენ ერთმანეთს შეწოვისას და არ ეძლევენ საშუალებას. შეიძლება საერთოდ არც ერთმა არ იმოქმედოს, ხომ არ არის? ასევე საინტერესო ურთიერთქმედება თუთიასა და სპილენძს შორის. თუ არაა დაცული თანაფარდობა 10-1-თან, 15-1-თან და თუ ხანგრძლივად ადამიანი თუთიას, მაგალითად თუთიის დანამატს თვითნებურად იღებს ხანგრძლივად, შესაძლებელია რომ სპილენძის დეფიციტი განუვითარდეს, რაც გამოიხატება ხოლმე ანემიაში, ნეიროპათიაში. მან პაციენტი მოვა და გეტყვის, რომ არის მუდმივად დაღლილი, მუდმივ სისუსტეს გრძნობს, შეიძლება ჰქონდეს დაბუჟების, არასასიამოვნო შეგრძნებები მთელ სხეულში და ამ დროს თუ არ დააკვირდები, რომ რეალურად რაღაც მულტივიტამინისგან და სხვა დანამატისგან ჯამურად ბევრ ან მაღალ დოზა თუთიას უნდა იღებდა, რომელსაც არ აკომპენსირებდა თუნდაც შესაბამისი სპილენძით, შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, ხო? ასევე საინტერესოა ბიოტინი. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე დანამატებში და ძალიან მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება, როცა ადამიანი ლაბორატორიულ ტესტებს იტარებს, იმიტომ რომ ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტთან მიმართებაში შეიძლება რომ მივიღოთ მაღალი ან დაბალი შედეგი. აი ყველაზე ხშირად მოხმარებადი რა თქვათ პაციენტები რომ მოგმართავენ და იღებენ თქვათ ამ კვებიდან. ყველაზე ხშირად მოხმარებადი მაინც უფრო თვითნებურად უფრო მეტად არის ხოლმე სპორტული დანამატები ან მულტივიტამინების სიმართლე რო გითხრათ. სპორტული დანამატებიც
აუცილებლად ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს, ხო მართალია? საჭიროა ექიმის რეკომენდაცია, იმიტომ რომ უნდა განისაზღვროს ხომ არ არის რაიმე უკუჩვენება, ხომ არ არის რაიმე ურთიერთქმედება მაგალითად პაციენტის არსებულ მედიკამენტებთან, ხომ? იგივე ხომ არა თირკმლის ფუნქცია დაზიანებული კრეატინი, ხომ არა მაღალი გუძის ფუნქცია, ხომ არა ჯანმრთელი პაციენტი უნდა იყოს, როდესაც ამ მედიკამენტებს იღებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა. თუ შეიძლება რომ კვებითმა დანამატებმა ჩაანაცვლონ საკვები ნივთიერება. აი, იცით რა, ეგეც მქონია. მე პირადად ვამბობ იმას, რაც მინახავს და მტკივა, იმიტომ რომ მინდა ეს გავაჟღერო. ძალიან ხშირად არის, რომ თქვათ, აი, ჩემი საუზმე მინახავს და საუზმე 5 აბი. აი, თუ შეიძლება ესეთი რამ, რომ ჩავანაცვლოთ საუზმე აბით. არანაირად, რა თქმა უნდა, არა, ასეთი აბი ჯერ არ გამოუგონია არავის და ვერც გამოიგონებს. დანამატი არის შესავსებლად თუ ამის დეფიციტი გვაქვს ან საჭიროება. მაგალითად, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება თუ არის გაზრდილი, აი ორსულობის დროს რო ფოლიმის ჟავაგვე საჭიროება. კი ბატონო, ორსულობა ეს არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, ამ დროს რა თქმა უნდა ვეხმარებით. ასევე ბარიატრია რომ ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი. პირიქით თუ არ მიიღო ადამიანმა, იქ რიგი პრობლემები განვითარდება, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ უბრალოდ წონაში დაიკლოს, ან რაღაც მიზეზების გამო რომ პური მაგალითად ჩაანაცვლოს რომელიმე აბით, ანუ ეს ხო მითია ნამდვილად და თუ გვაქვს მრავალფეროვანი დაბალანსებული კვება, როგორც ასეთი ვიტამინების, მულტივიტამინების დამატებაც კი არ არის ხოლმე საჭირო. თუ ვიღებთ ყველა ჯგუფის საკვებ პროდუქტს, რძის პროდუქტებს, ხორცს, თუნდაც ხილს, ბოსნეულს, თხილეულს, თესლეულს, ანუ ჩანსაღიცხემების წყაროებს, თევზეულს და ასე შემდეგ, თითოეულ მათგანში სხვადასხვა მინერალი და ვიტამინი გვხვდება და მთავარია რომ იყოს მრავალფეროვანი, მუდმივად ცვლადი ეს ჩვენი კვება. და ერთი დეტალი ახსენეთ, აი წონის კლების დროს იწყებენ ხოლმე მიღებას, თუ კალორიულ დეფიციტში არა ადამიანი ადეკვატურში მოქცეული და ბალანსირებულ კვებას თუ არ იღებს, დანამატი სამწუხაროდ ვერ დაეხმარება მხოლოდ და მხოლოდ დანამატი იგივე წონის კლებაში. ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა გვიქვს. პედიატრიული პაციენტები თუ გყავთ? მე არა. არა ხო, ანუ უმეტესად მაინც ადამიანი, ნახეთ, როდესაც შვილზეა ლაპარაკი და ბავშვია, იქ უფრთხილდება ადამიანი, მაგრამ როდესაც თავის თავზეა ლაპარაკი, რატომღაც აი ესე მიუშვებს და თქვენ ისე მარტივად მიიღებენ ხოლმე და აი ეს მინდა რომ ეს ცნობადობა გავზარდოთ, რომ არ შეიძლება არც კვებითი დანამატი, არანაირი მედიკამენტის მიღება, როდესაც თქვათ შეიძლება რომ კვებით ეს ავინაზღაუროთ. არ შემიძლია რომ არ ვახსენო D ვიტამინი. რას გვეტყვით D ვიტამინზე? D ვიტამინი მნიშვნელოვანი დანამატია ჩვენს ორგანიზმში, მნიშვნელოვან ძალიან ბევრ ფუნქციას ასრულებს, მათ შორის თვალსაყრდენი სისტემის გამართული მუშაობა, ანუ იგივე კალციუმი, ასე ვთქვათ, ჩხალაგდეს თვალში სწორად. გარდა ამისა იმუნური სისტემის მხარდაჭერა და ძალიან ხშირი არის მისი დეფიციტი, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია რომ მივაქციოთ ყველა ხოლმე ყურადღება დოზებს. მაგალითად, ჭარბი დოზით ხანგრძლივად D ვიტამინის მიღება აღარ არის, ანუ ითვლება რომ ნამდვილად არ არის სწორი არჩევანი, მით უმეტეს თუ თვითნებურად აკეთებს ამას ადამიანი, იმიტომ რომ ჭარბი დოზით ცხიმში ხსნადი ვიტამინი ხანგრძლივად თუ მივიღებთ მას, შესაძლოა ორგანიზმში დაგროვდეს და ტოქსიკური რეაქციაც კი გამოიწვიოს. მაგალითად, იქიდან გამომდინარე, რომ D ვიტამინი კალციუმის შეწოვას ზრდის ორგანიზმში, შესაძლებელია გადავიდეთ ჰიპერკალცემიაში და განვითარდეს იგივე თუნდაც საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ პრობლემები, კენჭოვანი დაავადებები წარმოიქმნას და ასე შემდეგ. კარგით, მივიღეთ D ვიტამინი, რამდენ ხანში უნდა გადავაკონტროლოთ, იმიტომ რომ ზოგი დაიწყებს მედიკამენტის მიღებას და აღარ ასრულებს არასდროს. ინდივიდუალური, რა თქმა უნდა, და პირადმა ექიმმა, ენდოკრინოლოგმა უნდა განსაზღვროს, რამდენ ხანში ერთხელ არის საჭირო კონტროლი, თუმცა ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაგალითად ზაფხულის პერიოდში, როცა მზესთან მეტი შეხება გვაქვს, შესაძლებელია არ იყოს ისეთი ხშირი კონტროლი საჭირო, თუნდაც, მაგრამ დოზებთან მიმართებაში ყოველთვის უნდა შევუთანხმოთ ექიმს. რა დოზა, რა ხანგრძლივობით, როგორ განსაზღვროთ და მივიღოთ. მოკეთ ეს თემა არის დაუსრულებელი და ამოუწურავი, თუმცა დღეს დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს იყავით ჩვენი სტუმარი და კლავაც აუცილებლად შევხვდებით, იმიტომ რომ ეს თემა აქტუალური და რატომღაც ისევ ტრენდული ხდება. და მე ყველა პაციენტს ვურჩევ, რომ ეს იყოს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ნებისმიერი კვებითი დანამატი იქნება ეს თუ სხვა მედიკამენტი. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დაგემშვიდობებით, ჯანმრთელობას გისურვებთ.